მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეს მინდა გაგაცნოთ ჩვენი სასწაულმოქმედი ტილოების ხაზიდან, ასე ვთქვათ, კიდე ერთი ტილო. აი ნახეთ, დაბინძურება კედელზე. ეს არის მიმწვარი ცხიმის ლაქები. არ ვიცი, დიდი ხანია ალბათ არ გაწმენდილა. და ეს კი არის ჩვენი სკრაბერის ტილო, რომელიც უშუალოდ გამოიყენება აი ესეთი წებოვანი მძიმე დაბინძურებისთვის. ვასვალებთ მხოლოდ და მხოლოდ წყალში, ვწურავთ მაქსიმალურად და ვიწყებთ გაწმენდის პროცესს. აი ნახეთ, თქვენივე თვალით კარგად ხედავთ, როგორ გააპრიალა პატარა მონაკვეთი. ვიწყებ ისევ გაწმენდის პროცესს და სრულად მინდა გაჩვენოთ, როგორ აიღებს დიდი რაოდენობით დაბინძურებას. აი ნახეთ, გავწმენდეთ თითქმის ნახევარი მხარე. ეხლა მინდა შედარება ნახოთ, ჩემო ძვირფასებო, როგორია გაწმენდილი მხარე, რომელსაც საერთოდ ქიმიკატებიც არ გამომიყენებია მასზე, მხოლოდ და მხოლოდ წყალში დასალებული ჩვენი სასწაულმოქმედი სკრაბერის ტილო. ვიწყებ ისევ გაწმენდის პროცესს, გავავსუფთავებ მეორე მხარესაც. და მე ყოველთვის მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი ქიმიკატები არ სჭირდება ჩვენს ტილოებს, ეს მომწამლული ქიმიკატები, რომლებიც მავნებელია ყველა ადამიანის ორგანიზმისთვის. ჩვენი სასწაულმოქმედი ტილოები ზუსტად მხოლოდ და მხოლოდ წყალში დასვლებულ და გაწვრილ მდგომარეობაში ახდენენ საოცრებებს. აი ეს საოცრება კი ეხლა რაც ამ წუთას ჩვენს თვალწინ, აი ამ საოცარმა პატარა ტილომ ჩაიდინა, სკრაბერის ტილომ, მე მგონი ყველა ძალიან კარგად ხედავთ, როგორ საოცრად გაუმკლავდა ის ესე ძლიერ დაბინძურებას. დაბინძურებულ ტილოებს ურეცხავთ მხოლოდ უგლიცერინოს სარეცხის საბნით, ან ჩვენივე ტილოების მომვლელი ბიუტრემის საბნებით. და იგი სწორედ მოვლის შემთხვევაში მოგემსახურებათ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. შედეგის შეფასება კი თქვენთვის მომინდია. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის.